დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე აყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა თითოეული ახალგაზრდის, თითოეული მოქალაქის მოსაზრება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის პროცესების შესახებ ყოფილიყო იმდენად საჭირო ამ მოსაზრების მოსმენა როგორც დღეს. შეიძლება ახალს არ ვამბობ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფოს და არა ზოგადად ქვეყნის განვითარებას სულ რამდენიმე წლიანი ისტორია გააჩნია. ამ ხნის განმავლობაში მრავალი სიზნე, პრობლემა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის რეალური საშუალება იქნა გადალახა. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კვლავ სოციალურ სფეროს გაუსაზღვრის მდგომარეობაში აისახება, რომელიც თითოეული გაჭირვებული თუ დათმობილი მოქალაქის მსჯელობის და განხილვის საგანია. ფაქტი მაინც ფაქტად რჩება მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის არგუმენტი, არ არის პასუხისმგებლობის თავმჯდომარეობის მცდელობა და სხვა ფაქტორებზე გადაბრალება, უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოს რეალური მშენებლობა 1995 წლიდან დაიწყო, როცა ჩამოყალიბდა საკონსტიტუციო სისტემა და ინსტიტუტები, განისაზღვრა კონკრეტული ინსტიტუტის, კონკრეტული სტრუქტურის ფუნქცია და მოვალეობა. სწორედ ამ პერიოდში გამოიკვეთა სოციალური და ეკონომიკური რეფორმების, მისი განვითარების, კონკრეტული მიმართულება. განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსია ეს განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო 96-97 წლები, როცა ეკონომიკური მაჩვენებლები მაღალი ზრდის ტენდენცი გამოირჩევა. საამაყოდაც ჰქონდა ერთი პერიოდი, რომ საქართველოს ზრდის ტემპი ყოფილ საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკავა. მაგრამ გარდა წინ მიმოვალი ნაბიჯებისა, არსებობდა და არსებობს ძალიან მრავალი პრობლემა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ახალგაზრდობის განვითარებას. და უმთავრესი პრობლემა სოციალურ სფეროდან არ შეიძლება არ აღნიშნოთ, ეს არის დასაქმება. სფერო, რომელიც უშუალოდ უკავშირდება სოციალური და ეკონომიკური განვითარების ორიენტირებას, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს და სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმას. როდესაც საუბარია დასაქმების პრობლემის მოგვარებაზე, მოქალაქეთა უმრავლესობა ჯერ კიდევ სწორედ სახელმწიფოს მიერ შექმნილ სამუშაო ადგილებს ეძებს, რაც ფაქტიურად განვითარების ამოთავაზეთ წარმოუდგენელია და წარმოუდგენლად მიგოჩნია ჩვენ. ის რომ გასული საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო დაპირება სამუშაო ადგილების შესახებ დღემდე ხილვის თემა გამომდინარეობს არა იქიდან, რომ სახელმწიფომ ვერ შექმნა სამუშაო ადგილები, არამედ იქიდან, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკურმა აპარატმა ვერ გამოიჩინა სრული მზადყოფნა ხელი არ შეიშალა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის. და უმთავრესი პრობლემა, რომელიც აი ამ სფეროში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს უახლოესი პერიოდის განმავლობაში, სწორედ სახელმწიფო ჩინოვნიკურ ბიუროკრატიული აპარატის ზრდა არის. რამაც შესაბამისად გამოიწვია ერთის მხრივ საბჭოთა სახსრების ინტენსიური გამოყენება, ამ მიმართულებით მეორე მხრივ ეს არ იყო საკმარისი ამაპარატის სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, რამაც გაზარდა ზეწოლა სამწარმოო სექტორს. აღარც ამაპარატის კონტროლის მექანიზმები იქნა შენარჩუნებული. ვერ განისაზღვრა კონკრეტული პრიორიტეტები საბჭოთა სფეროში. ყველა პრობლემის მოვლა ერთბაშად თითქმის შეუძლებელია საბოლოოდ ამ ყველა თემა სოციალური ხარჯების საერთო დონის შესაძლებლობამდე მივიყვანა. და სახელმწიფოს მომსახურების ამ სფეროში მნიშვნელოვანი პრობლემები იქნა წარმოჩენილი. გასული 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა, რომ ეს პრობლემა დაიწყება, არის ის, რომ ჩამოყალიბდა მესაკუთრეთა ფენა და ეს მესაკუთრეთა ფენა საკმაოდ დიდ ძალებს იღებს. დღეისათვის საქართველოში საჭირო და აუცილებელი რესურსების ნუსხაში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანური რესურსი. რაც იმის წინაპირობაა პრობლემა, რომელიც ყველა თაობას და განსაკუთრებით ახალგაზრდობას აწუხებს დაძაბულობით. მაგრამ მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტორიც, რომელიც ხელი შემცვლელი იყო უშუალოდ აი ამ დასაქმების სფეროს მოგვარებისათვის. ფაქტი ერთია, რომ არაფერი არ გაკეთებულა მთელი ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ფონდების, მათ შორის საბჭოთა საცდებით გამოყენებული თანხების და პროგრამების წარმოქმნას, რომელიც უშუალოდ იქნებოდა მიმართული პროფესიული ორიენტაციის შეცვლისას ადამიანებს. რამაც საბოლოოდ მივიყვანა იქამდე, რომ თითქმის ყველა ახალგაზრდა იქნებოდა ეს მოხუცი, მივიდა იქ დასვამდე, რომ საქართველოში სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს დასაქმების პრობლემის მოგვარებისათვის. მე სოციალური სფეროებიდან გამოყოფდი განათლებას, რომელიც აუცილებლად უახლოეს მომავალში მოითხოვს აგრეთვე რეფორმაციას, უმთავრეს შემთხვევაში სისტემის რეფორმაციას, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. და შემდეგი პრობლემა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება დასაქმების პრობლემას, ეს არის კორუფცია. კორუფციის სათავე ჩვენ ყოველ შემთხვევაში ასე მიგვაჩნია თავად სახელმწიფო სისტემაში და ყველანაირი ეგრეთებული ბრძოლა მის წინააღმდეგ, ქარის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას ემსგავსება. თუ არ შეიძლება სისტემა და ბოლომდე არ განხორციელდება ყველა ის რეფორმა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის ოპტიმიზაციას. მაგრამ უმთავრესი მომენტი
ჩვენ მიგვაჩნია რომ უნდა განისაზღვროს სახელმწიფოსა და ახალგაზრდობას შორის ის თუ დავაფიქსიროთ ის თუ რა გვინდა სახელმწიფოსგან და რა უნდა სახელმწიფოს ახალგაზრდობისგან. არის სწორედ ის რომ სახელმწიფოს ეს ახალგაზრდობისგან ზოგადი ფრაზები, ლამაზი ფრაზები და რიტორიკა აღარ სჭირდება. მას ახალგაზრდობისგან პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი და პატრიოტიზმი სჭირდება. და ახალგაზრდობას არ სჭირდება სახელმწიფოსგან განსაკუთრებული მზრუნველისა და მამამრავლელის პოზიცია. ახალგაზრდობას თავისუფლება, სამართლიანობის დაცვა და თანაბარი განვითარების გარანტიები სჭირდება სახელმწიფოსგან. რა მიგვაჩნია უახლოეს მომავალში გადასასვლელს აკეთებთ. სასწავლო და ბოლომდე გააზრებული რეფორმები, განათლების, ჯანდაცვის, საპენსიო უზრუნველყოფის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის, სახელმწიფო ფონდების მართვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და სხვა სოციალური სფეროების მართვის და სისტემაში. ხშირად ისმის, რომ ჩვენ არ ვართ მზად რაიმე კონკრეტული სფეროს რეფორმისათვის. ერთდროს არც სასამართლო სისტემის, არც სამართლებრივი ბაზის, მიწის რეფორმის, სრული და ეგრეთ წოდებული სტრატეგიული ობიექტების საკუთრების ფორმის რეფორმირებისათვის ვიყავთ მზად. მაგრამ ეს რეფორმები განხორციელდა და მოხსნოს თუ არა ვინმეს, თავისი მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები უკვე მოიტანა. ჩვენი დროის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანისგან წერილს ბატონ ნოდარ გუმბაძის სიტყვებს მოუშვებია. სიტყვა, საქმე და დრო, აი ეს არის სამი ღვთაებრივი არსი, რომელთაც უნდა იცხოვროს საზოგადოება. განსაკუთრებით საზოგადოება, რომელიც ახალ სახელმწიფოს აშენებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ და მოვასწროთ ის, რის გაკეთება შესაძლებელია დღეს. 1000 წლების მიჯნაზე საქართველოს და ქართულ ხალხს გაუწია შანსი შექმნას ახალი სახელმწიფო. დღეს ახალგაზრდობა და მთელი საზოგადოება დგას არჩევანის და ალტერნატივის წინაშე. ვიქცეთ ნორმალური განვითარების, ცივილიზებულ და დამოუკიდებელ სახელმწიფო, სადაც საზოგადოების და სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები იქნება ადამიანის თავისუფლება, პიროვნების პატივისცემა, ძლიერი და მდგრადი ეკონომიკა. ან ვიქცეთ ნახევარწლოვანი დაშლის დაქუცმაცებულ და ამაყი ნათხოვრების ქვეყანა, სადაც იოლად წარმოუშვებიან და არც თუ ისე იოლად ხრებიან პატარა სახესები და ზოგჯერ ამ სახესებს ლომებსაც უწოდებენ ხოლმე. ბოლოს მე მინდა გავიხსენოთ პრეზიდენტის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით და იქ ახსენები იყო 40 წელი, რომელიც პრეზიდენტის იმედით არ დასჭირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. მე რატომღაც მგონია, რომ ეს სიტყვები პრეზიდენტმა ევროპელების ნაცვლად თავის საკუთარ ხალხს უთხრა და მე მჯერა და იმით გამოვიდა, რომ ჩვენ მართლა არ დავჭირდება 40 წელი. რადგან საქართველოს სურს და ძალუძს დაამკვიდროს ახალი მენტალიტეტი, აზროვნება, მართვის პირი და პროფესიონალიზმი საკუთარ ქვეყანაში. ამ ყველაფერს კი ახალი ადამიანები სჭირდება. სწორედ ეს და SMAC-ი არიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც გამოიჩინეს ეგრეთ წოდებული ტვინების, საქართველოს და გადინებული ტვინების უკან დაბრუნების ინიციატივა. პატივი მაქვს წარმოგიდგენოთ ჩემი მეგობარი ამ ინიციატივის ერთ-ერთი მონაწილე და გადასცემთ ბატონი პეტრე ცისკარიშვილი.